ტრამპი ირანს სუნთქვას უკეტავს იმ მარშრუტით, რომელიც მას რუსეთსა და ჩინეთთან აკავშირებს. იმ დროს, როცა ჩინეთის ტერიტორიაზე მოულოდნელმა აფეთქებამ უკვე 28 ადამიანი იმსხვერპლა და ომი კვლავ უბრუნდება იმ წერტილებს, რომლებიც ვაჭრობას, ენერგიასა და ძალაუფლებას ეხება. ამ ხუთშაბათს რა მე არა. ვიცი ცნობები მოსული. რომ ირანელმა მიუთითა, რომ ეს ასეა. შტატები. შეერთებული შტატები არ ვიცი. სარკინიგზო ობიექტი ახტეკაი-ხანი გოლესტანში. სტრუქტურა, რომელიც მბრძნობიარე ნაწილად იქცა სახმელეთო დერეფანში, რომელსაც ჩინეთი ირანთან დასაკავშირებლად იყენებს. და მისი გახსნილი მდგომარეობის შენარჩუნება. ეს რა არის? არ ვიცი რა. რა არის? რა არის? ეს მხოლოდ გატეხილი ბეტონი არ არის. ეს არის პოლიტიკური და ეკონომიკური გზავნილი. თუ თეირანი ცდილობს გაქცევას რკინიგზით, ვაშინგტონი აჩვენებს, რომ ისიც აკვირდება რკინიგზას. მარშრუტი, რომელიც ორ სტრატეგიულ რეგიონს დაახლოებით 10-დან 15 დღეში აკავშირებს, ჩინეთის სარტყლისა და გზის ინიციატივისთვის ამოსუნთქვად იქცა. ასევე როგორც ალტერნატივა რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებისა და ლოგისტიკური ომის ფონზე. ამასობაში ჩინეთმა კიდევ ერთი შიდა დარტყმა მიიღო ფეხსაცმლის ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, რასაც 28 ადამიანი ემსხვერპლა. იმავე დღეს მაჩადეში კამენეის დაკრძალვა გაიმართა. ქუჩებში ტრამპის მიმართ მუქარები ისმოდა. ამერიკული სამხედრო ძალები სპარსეთის ყურეში გადაადგილდნენ. გავრცელდა ცნობები MQ-9 ტიპის დრონის ჩამოგდების შესახებ და ისრაელი განაგრძობდა ჰამასთან დაკავშირებული პირების ძებნას ღაზაში. რა შედეგს მიაღწია ტრამპმა სინამდვილეში? რატომ აველობს ეს ხიდი რუსეთსა და ჩინეთს? როგორც ცდილობს ირანი რეაგირებას? მართლა ასეულებმა დაკარგეს კონტროლი? ახლავე ყველაფერს გეტყვი. თუ ასეთი პირდაპირი და მოკლე კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველდღე ასეთ ვიდეოებს ნახავ. გოლესტანში თავდასხმამ დააზიანა რკინიგზის ხიდი, რომელიც მდებარეობს ირანის ჩრდილოეთში, რეგიონში, რომელმაც მნიშვნელობა შეიძინა, რადგან ის ირანის რკინიგზას ცენტრალური აზიიდან მომავალი სატვირთო კორიდორებთან აერთებს. ტრანზიტული თვითმფრინავით. ამაჯობა. გოლესტანში ხიდს დარტყმა მოხდა. სტრუქტურა სავარაუდოდ აშშ-ს ფთოსანი რაკეტით იყო დაზიანებული. პოლიტიკური ზიანი მძიმე იყო, რადგან ხიდი წარმოადგენს მექანიზმის ნაწილს, რომელსაც თეირანი ცდილობდა შეენარჩუნებინა საზღვაო ბლოკადისგან მოშორებით. ახტეკაის ახტეკეკანის ხიდი კრიზისის ცენტრში აღმოჩნდა, რადგან ირანი რკინიგზაზე დებდა ფსონს, რათა შეემცირებინა სპარსეთის ყურის პორტებზე დამოკიდებულება. ჩინეთმა 2025 წელს ირანთან პირდაპირი სარკინიგზო კავშირი გახსნა. ტვირთის სიანის ქალაქიდან გამოდიოდა და თეირანთან ახლოს მდებარე აფრიმის მშრალ პორტში დაახლოებით 15 დღეში ჩადიოდა. ამ მარშრუტმა ტრანსპორტირების დრო შეამცირა ტრადიციულ საზღვაო გზასთან შედარებით და პეკინს მისცა სახმელეთო ალტერნატივა თავისი სარტყლისა და გზის ინიციატივის ფარგლებში. აი აქ იძენს შეტევა ძალას. როცა პორტებზე ზეწოლაა, რკინიგზა ხდება გამოსავალი. როცა რკინიგზას ურტყამენ, ეს გამოსავალი ზიანდება. ამერიკული ქმედების მიზეზი ჰორმუზის სრუტეშია. ამერიკის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ახალი შეტევები მიზნად ისახავდა ირანის შესაძლებლობების შემცირებას, რათა ვერ დაემუქრონ სამოქალაქო გემებსა და ენერგორესურსების მარშრუტებს. ოპერაციამ დააზიანა ათეულობით სამხედრო ობიექტი, მათ შორის რაკეტებთან, დრონებთან, ლოგისტიკასა და თავდაცვასთან დაკავშირებული სტრუქტურები. ვაშინგტონს მხოლოდ თავდასხმაზე პასუხისგაცემა არ სურდა. მას სურდა ეჩვენებინა, რომ ნავიგაციის თავისუფლება არ გახდებოდა რევოლუციური გვარდიის მძევალი. დონალდ ტრამპმა ცეცხლის შეწყვეტა დასრულებულად მიიჩნია ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმების შემდეგ და დაიწყო სამხედრო და ფინანსური ზეწოლა ერთდროულად. თუ თეირანი ცდილობს ჩინეთთან და რუსეთთან სახმელეთო ვაჭრობით ანაზღაურებას, ზეწოლა გადადის სატვირთო დერეფნებზე. ეს არის ეკონომიკური ზემოქმედების ომი, ოკუპაციის გამოცხადების გარეშე. სამიზნე ცხადყოფს, რომ ვაშინგტონი მხოლოდ ბაზებსა და გამშვებ მოწყობილობებს არ უყურებს, არამედ იმ ქსელს, რომელიც რეჟიმს სუთქვის საშუალებას აძლევს. მოხსენებებში აღნიშნულია, რომ გამანადგურებელი თვითმფრინავები, სათვალით გამამარაგებელი თვითმფრინავები და EWACS-ის ადრეული გაფრთხილების თვითმფრინავები მოქმედებდნენ ახლო აღმოსავლეთში მოკავშირე ბაზებიდან, განსაკუთრებით იორდანიაში, კატარში, საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ბარეინში. ეს გადაადგილება აჩვენებს მზადყოფნას, რომ უზრუნველყონ შეტევების გაგრძელება და თვითმფრინავების დაცვა. თეირანისთვის ეს გზავნილი არასასიამოვნოა. შემორტყმა ხორციელდება მოკავშირეთა ქსელის ფსელის მიერ ყურის გარშემო.
პენსიაზე გასული ვიცე-ადმირალი რობერტ ჰოვარდი ანალიზებში გამოჩნდა როგორც ხმა, რომელიც ამ ახალ პერიოდს აჯამებს. მან შეაფასა, რომ დონალდ ტრამპმა გააცნობიერა, რომ ირანი მხოლოდ სამხედრო ძალის წინაშე დათმობას არ აპირებს და ახლა შეიძლება ფინანსური ძალა გამოიყენოს. როცა პრეზიდენტს უსმენთ, ფიქრობთ, რომ მან თქვენი შეხედულება მიიღო, რომ მათ ვერენდობით მათ არ აქვთ ლეგიტიმური მიზნები და საჭიროა მათი შეჩერება. ეჯგარეშია ბრაიან და ჩემი ტელეფონი გუშინ არ გაჩერებულა ზარებისგან ჩემი ირანელი კონტაქტებისგან. ყველაზე იმობს. მათ იციან რა შესაძლებლობა აქვს პრეზიდენტს. მისი მხრიდან ძალის გამოყენებამ ნამდვილად დაადასტურა ეს. ამან ასევე აჩვენა, რამდენად სუსტები არიან ირანელები, რადგან მათ პასუხი არ გასცეს. და ყველა მიცოდა საბოლოო ჯამში ისტორიული კონტექსტიდან გამომდინარე, რომ ირანს არასდროს მიუღწევია არაფრისთვის. ისინი ყოველთვის ცდილობდნენ გაეძლიერებინათ თავიანთი პოზიცია, ფინანსური მდგომარეობა და პრეზიდენტიც ამას კარგად ხვდება. მე ვფიქრობ, რომ მან ამ დასკვნამდე მივიდა და ეს პირველი ნაბიჯი ბლოკადის აღდგენისკენ ამ პროცესის ძირითადი კომპონენტია. ეხლა მას შეუძლია გამოიყენოს ძალაუფლების ყველა ელემენტი, არა მხოლოდ სამხედრო, არამედ განსაკუთრებით ფინანსური. ეს ხედვა შეესაბამება ზეწოლას ნავთობზე, პორტებზე, ბანკებზე, სახმელეთო მარშრუტებსა და ლოგისტიკურ შესაძლებლობებზე. ირანმა სცადა ხამენეის დაკრძალვა პოლიტიკური ძალის დემონსტრაციად ექცია. მაშადეში ბრბოები დაღუპული ლიდერის დაკრძალვას ესწრებოდნენ, ხოლო ცერემონიის მიმდინარეობისას ტრამპის წინააღმდეგ შურისძიების მოწოდებები და ბანერები გამოჩნდა. თეირანი ცდილობს ერთობის სურათი წარმოაჩინოს, რეალობა კი უფრო დაძაბულია. სამხედრო სფეროში ირანმა გაავრცელა ახალი კადრები, სადაც ნათქვამია, რომ მისმა საჰაერო თავდაცვამ დააფიქსირა, ჩაჭრა და ჩამოაგდო ამერიკის შეერთებული შტატების MQ-9 ტიპის დრონი. თუ ეს დადასტურდება, ეს იქნება დაახლოებით $30 მილიონ შეფასებული საფრენი აპარატის დაკარგვა, რომელიც გამოიყენება სადაზვერვო და შეტევით მისიებში. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა უკვე აღიარეს ამ მოდელის მნიშვნელოვანი დანაკარგები ომის დროს. მაშინ როცა ირანული პროპაგანდა და ცდილობს ყოველი ჩამოგდებული დრონი წარმოაჩინოს როგორც საკუთარი შესაძლებლობების მტკიცებულება. მიუხედავად ამისა, დრონის ჩამოგდება არ ცვლის მთავარ ფაქტს. ირანი კვლავ განიცდის დარტყმებს ინფრასტრუქტურაზე, მარშრუტებსა და ეკონომიკურ ძალაზე. ჩინეთი ამ ამბებში ორი სხვადასხვა გზით ჩაერთო. გარედან ჩინეთი პირდაპირ დაინტერესებულად ჩანს სახმელეთო დერეფნით, რომელიც ირანის გავლით გადის და ამცირებს მოწყვეტ საზღვაო მარშრუტებზე დამოკიდებულებას. შიგნით კი ისინი აწყდებიან ინდუსტრიულ ტრაგედიას სინძიანგში, ფუჯიანის პროვინციაში, სადაც ხანძარი ჰუითენგის ფეხსაცმლის ქარხანას შეეხო. შენობაში 227 მუშა და 2 სტუმარი იმყოფებოდა. 213 ადამიანი გადაარჩინეს ან ევაკუაცია ჩაუტარეს, მაგრამ 28 გარდაიცვალა. ჩინეთის ლიდერმა სრული ძებნა, სწრაფი გამოძიება და პასუხისგებელთა დასჯა მოითხოვა. ჩინელმა გამოძიება და დასჯა მოითხოვა. ჩინეთის ლიდერმა სრული ძებნა და პასუხისგებელთა დასჯა მოითხოვა. რა არის ახალი? ქარხნის ფლობელი და სხვა მენეჯერები დააკავეს, ხოლო კომპანიის ანგარიშები გატინეს. ეს ადგილი ჩინეთში ფერსაცვლის დედაქალაქადაა ცნობილი, სადაც ათასობით ქარხანაა და გლობალურ მიწოდების ჯაჭვში დიდი მნიშვნელობა აქვს. ხანძარმა გამოავლინა პრობლემა, რომელსაც პეკინი წლებია ცდილობს გააკონტროლოს. სწრაფი ზრდა, ინტენსიური წარმოება და სამრეწველო უსაფრთხოება ყოველთვის ერთ ტემპში არ მიდის. იმ დროს, როცა ჩინეთი ცდილობს შეინარჩუნოს გავლენა ქვეყნის გარეთ რკინიგზებით, პორტებითა და შეთანხმებებით, საკუთარ ტერიტორიაზე მომხდარი ტრაგედია ახსენებს, რომ წარმოების ადამიანური ფასი ასევე პოლიტიკურ კრიზისად იქცევა. ღაზაში ისრაელმა გააგრძელა ოპერაციები ჰამასთან დაკავშირებულ სამიზნეებზე, მაშინაც კი როცა საერთაშორისო ყურადღება ირანისკენ იყო მიმართული. ისრაელის თავდასხმა მანქანაზე ღაზის ქალაქში მოკლა მოჰამედ ალ-ვაჰიდი, პალესტინელი ოფიციალური პირი, რომელიც ეგვიპტური დახმარების განყოფილებასთან იყო დაკავშირებული ღაზაში. ის ასევე პასუხისმგებელი იყო მსოფლიო ჩემპიონატის საჯარო ტრანსლაციების ორგანიზებაზე ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ისრაელმა განაცხადა, რომ სამიზნე იყო ჰამასის მებრძოლი და თქვა, რომ ალ-ვაჰიდი სამიზნე არ ყოფილა.
ამ ეპიზოდმა აჩვენა, რომ ღაზაში ომი დღის წესრიგიდან არ გამქრალა. ვაშინგტონმაც აჩვენა პოლიტიკური დაძაბულობა. სკოტ ფიცჯერალდი ციტირებულია, რომ შეერთებული შტატები იქნებოდა ომში ერაყში, თუმცა მთავარი კრიზისი ირანთან არის. ეხლა ჩვენ ერაყში ომში ვართ. ეს კიდევ ერთხელ გარკვეულწილად ყურადღების ცენტრშია. თუ ამას არ მოვავარებთ, მომავალში სერიოზული პრობლემები გვექნება. რიკი კროუფორდი, წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე, იცავდა იდეას, რომ ირანის მოსახლეობის ნაწილი მხარს დაუჭერდა ამერიკულ დახმარებას თავისუფლების მოსაპოვებლად. ხედავთ დადგმულ ბრბოებს, რომლებიც თეირანში რეჟიმს უჭერენ მხარს, მაგრამ მე ამ პროპაგანდას არ ვუჯერებ. მე ვფიქრობ, რომ ირანის ხალხი მხარს უჭერს. მხარს უჭერს იმას, რომ შეერთებული შტატები ჩაერიოს და დაეხმაროს მათ თავისუფლების მოპოვებაში. და ვფიქრობ, ეს არის გზა, რომელსაც უნდა მიუყვეთ. რა თქმა უნდა, ირანის ხალხი მადლობას უხდის პრეზიდენტ ტრამპს, ეს ყველა სოციალურ ქსელშია. ხიდზე თავდასხმა ზეწოლა ჰორმუზის სრუტეში, ნავთობზე ზეწოლა და სამხედრო მოძრაობა ყურის გარშემო ქმნის ოპერაციას, რომელიც მიზნად ისახავს წნეხის გაზრდას. თეირანი შეიძლება ყვიროდეს ქუჩებში, აჩვენოს ჩამოგდებული დრონი და შეკრიბოს ბრბო-დაკრძალვაზე, მაგრამ ყოველი დარტყმული მარშრუტი რეჟიმის გადარჩენას უფრო ძვირადღირებულს ხდის. ჩინეთი და რუსეთი აკვირდებიან, რადგან პრობლემა მათაც ეხებათ. როდესაც კორიდორი, რომელიც სიანს თეირანს აკავშირებს, სამიზნეში ექცევა, პეკინი ხვდება, რომ მისი ალტერნატიული მარშრუტი დაცული არ არის. როდესაც რუსეთი იგივე გზას იყენებს ტვირთის გადასატანად, მოსკოვი აცნობიერებს, რომ მოკლე გზაც შეიძლება გადაიკეტოს. ირანმა ალტერნატივები ააშენა, რადგან იცოდა, რომ ზღვა შეერთებული შტატების კონტროლის ქვეშ შეიძლებოდა ყოფილიყო. ახლა აღმოაჩენს, რომ სახმელეთო მარშრუტით შეიძლება მიზანი გახდეს, როდესაც იწყებს რეჟიმისა და მისი მოკავშირეების მხარდაჭერას. დიდი მადლობა, რომ ეს ვიდეო ბოლომდე ნახეთ. ხარი დაუჭირეთ ჩვენს პროექტს და ფინანსურად დაეხმარეთ იმ პიქსის გასაღების საშუალებით, რომელიც თქვენს ეკრანზე ჩანს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი არხი, რომელიც მიზნად ისახავს თქვენთვის სიმართლის მიწოდებას. თქვენი დახმარება გვეხმარება საქმიანობის გაგრძელებაში.